ამ გაკვეთილში ფენების შექმნაზე ვისაუბროთ, თუმცა ტრადიციულად გაკვეთილის დაწყებამდე შეგახსენებთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოების მოწონება ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ არხი, მეტი საინტერესო კურსი შემოგთავაზოთ, დააწყაბეთ არხის გამოწერის ღილაკზე, ეს ინზილაკის ღილაკია. აგრეთვე თუ გსურთ კურსში გამოყენებული გრაფიკული მასალის მიღება, მოგწერეთ კომენტარებში თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი და გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მასალას ელექტრონულ პოსტაზე და თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. როდესაც მუშაობთ გრაფიკულ დიზაინერად, მიხვდებით, რომ ყველა არ იყენებს ფენებს. თუ კი თქვენ მიიღებთ გამოსახულებას, სადაც არ არის ფენები, მე გაჩვენებთ, როგორ უნდა გამოასწოროთ პრობლემა ფენების შექმნით და რედაქტირებით პროცესში. მოცემულ შემთხვევაში ამ გამოსახულებას ფენები არ გააჩნია, ეხლა რომელსაც გავხსნინი აქ. Open Create Layers Open. თუ კი დავაკვირდებით, აი ამ კონკრეტულ გამოსახულებას არანაირი ფენა არ გააჩნია. აქ Shift-ზე მეუბნება, რომ Shift-ის შეცვალეო, არ დავიწყებ ახლა Shift-ის შეცვლას და ხედავთ, რომ აი აქ არის background-ი წარმოდგენილი. ხო? ხედავთ, აქ ფენებად არის დაშლილი. მოდით მეორე გაკვეთილს ნახავ. New window, Open window. Target layers, სავარაუდოდ აქ უნდა იყოს background. აქაც არის ფენები. დაშლილი მაქვს უკვე ფენებად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი აქ ფენები არ არის მოცემული და ერთი გამოსახულებაა მთლიანად. როდესაც გაშლით, დაინახავთ რამდენიმე ჯგუფს და ქვეჯგუფს აი აქ. ხედავთ. ჯგუფები და ჯგუფებში არის წარმოდგენილი კიდე ქვეჯგუფები ზოგიერთ ჯგუფში, რომ გადახვიდეთ, აი ქვეჯგუფია კიდე წარმოდგენილი. ხო. ესეთი სიტუაცია გვაქვს აქ. აქ სრული არეულობაა და რთულია ჩემთვის იმის პოვნა, რასაც ვეძებ. მე ვაპირებ შექმნა რამდენიმე ფენა, რომლებიც დამეხმარება სტრუქტურის ორგანიზებაში. პირველ რიგში ავიღებ დოკუმენტის ინვენტარს და გადავწყვეტ რა ნაწილები გადავალ ცალკე ფენებზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ფენის შექმნა მინდა ცენტრალური ფოტოსთვის. ის ცალკე ფენაზე უნდა იყოს. გამოვყოთ ფენა და შევქმნათ ახალი ფენა, აი ეს ცენტრალური ფოტოსთვის. შევქმნათ ახალი ფენა, ან დაარქვა layer 2. მე ასევე მინდა, რომ ყველა ღილაკი ცალკე ფენაზე იყოს. შევქმნათ კიდევ ერთი ფენა ღილაკებისთვის. სახელებს მე გადავარქმევთ ფენებს. ასევე ლოგო უნდა იყოს ცალკე ფენაზე. მისთვისაც ვქმნი ახალ ფენას. შესაბამისად კიდევ ერთი new layer-ი დაგჭირდება. ახლა დავიწყოთ ინფორმაციის გადაადგილება ამ ახალ ფენებზე. ახალი ფენების შემდეგ უნდა დავარედაქტიროთ ისინი, რომ გასაგები იყოს. პირველ რიგში layer 2-ს შევუცვლის სახელს და დავარქმევ ფოტო. აი აქ ორჯერ წკაპით. ფოტო. ესეთ სახელს დავარქმევ პირველ ფენას, რადგან მასზე უნდა გადავადგილო ფოტო. ფენას 3-ს დავარქმევ buttons. აი აქ. ასე შეგვიძლია, აი აქ დავაწყაპოთ ორჯერ და ცალკე პანჯარა იქნება გამოძახებული და ფერით შეგვიძლია ეს ფერი შევცვალოთ აი აქ. buttons. ეს იქნება ღილაკების ფენა. რა თქმა უნდა. მეოთხე ფენას დავარქმევ logos. დავაწყაპებ და დავარქმევ logo. გვაქვს სამი ახალი ფენა წარმოდგენილი. ლოგოს სახელის შესასვლელად ორჯერ უნდა დავაწყაპოთ ფენის სახელზე. შევუყვანოთ ახალი სახელი და დავაწვევთ ღილაკზე enter. ილუსტრატორის წინა ვერსიებში ეს არ იყო შესაძლებელი, ესეც გაითვალისწინეთ. ორჯერ დაწყებების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია აი აქ თუ დავაწყაპებთ მოდალური პანჯარა გავხსნათ. ესეთი დამატებითი პანჯარა. შევიყვანოთ სახელი და დავაწყაპოთ ღილაკზე apply. ახალ ილუსტრატორში მთლიანად შეიცვალა სამხმარებლო ინტერფეისი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დავაწყაპოთ ფენაზე და გაიხსნება ფენის მონაცემების პანჯარა.
მაშინ შეგიძლიათ შეცვალოთ ფენის სახელი, ფერი, განსაზღვროთ შაბლონი იქნება ის, გამოსახავთ თუ არა, წინასწარი ჩვენების რეჟიმი გქონდეს თუ არა და აგრეთვე მონიშნოთ როგორც დაბლოკილი. ნუ ფენის დასაბლოკად უბრალოდ შეგიძლიათ აი აქ ჩააწყალოთ და ბოკლომის გამოჩენის შემდეგ უკვე ფენა დაიბლოკება. აქ შეგვიძლია მიუთითოთ იქნება თუ არა ის ამოსაბეჭდი და საჭიროა თუ არა გამოსახულების დამუქება 50%-მდე. ნუ აი აქ გვაქვს პრინტი, დამუქება 50%, შაბლონი რომ იყოს, შაბლონი ნიშნავს რომ სხვა ახალ პროექტებშიც გამოვიყენო ანალოგიური, დავბლოკო, ვაჩვენო თუ არა საერთოდ ეს ფენა და წინასწარი ნახვა გქონდეს თუ არა ფენას. ანუ სამ დავადასტურებ ცვლილებებს. ამის შემდეგ ვაწყობებ დადასტურების ღილაკზე. როდესაც შევქმნათ დავადასტურებ ფენებს ისე როგორც ეს საჭიროა, მე შემიძლია ვემუშაო ინდივიდუალურ ობიექტებს პირველ ფენაზე და გადავაადგილო საჭირო პოზიციაზე დოკუმენტში. ანუ ამისათვის მე მოვნიშნავ კონკრეტულად აი ამ გამოსახულებას, image და აი ამ image-ს გადავიტან აი აქ შეხედეთ, მივიტან და გადატანილი იქნება აი ამ ფენაზე. ხედავთ ხო? და ნუ შემდეგ უკვე გადმოვაადგილებ საჭირო პოზიციაზე, სადაც მინდა. ნუ სადაც მინდა რომ იყოს ის განლაგებული, ნუ თამას შევკეცავ. გადავიტან სადმე, ნუ ჯგუფი აქ წარმოდგენილი, group 2 არ გვინდა, group 3, ანუ გადავაადგილებ იქ, სადაც საჭიროა რომ მდებარეობდეს აი ეს ფენა. აი ესე შემიძლია ფენიდან ფენაზე გადავიტანო ლოგო იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ატრიბუტი. ნუ იგივეა თქვათ, იგივე ეხება ბათანებს, მომნიშნავ 1-ს, shift-ით მეორეს, მესამეს, მეოთხეს, ნუ ხედავთ აქ 4 ფენა არის მონიშნული და ან შემიძლია აი აქედან მოვნიშნე კონტროლით და ესენი გადავიტანე ბათანზე. აი აქ ჩავყარე ბათანში. ხედავთ? ნუ აქ background-ი გვაქვს, ფოტო background-ის გარეთ გამოვიტანოთ, ფენის გარეთ და ჩამოვიტანოთ background-ის ქვემოთ ჩამოვიტანთ. ლოგო გვაქვს აქ ეს რომელი ფენაა გავთიშოთ, ნახოთ. აი ეს ლოგო გადავიტანოთ აქ, შეგვიძლია ცალკე ეს კლიპ გრუპში ჩარჩო გვაქვს, ხედავთ, შეგვიძლია ეს ჯგუფში გადავაადგილოთ, ან ეს საერთოდ აქ გადმოვიტანოთ, აი ამ ჯგუფში და აქ დაგვჭირდება background-ი მხოლოდ და მხოლოდ. და ნუ ამის შემდეგ ეს შეგვიძლია ესე გადავიტანოთ და დავინახავთ სად და როგორ განლაგდა ის. ნუ აქაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ეს გადავაადგილოთ, ან საერთოდ აი აქ შემოვიტანოთ ჯგუფში და მივიღებთ იმ სურათს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა და ანუ გადაადგილებები დასრულდება. ეხლა უკვე დალაგებული მაქვს ფენები და ყველაფერი background-ში აღარ იმყოფება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონეთ ვიდეო თუ კი მოგეწონათ და მოგწერეთ კომენტარებში თუ გსურთ მიიღოთ გრაფიკული მასალა ელექტრონულ პოსტაზე, ელექტრონული პოსტის მისამართი.